მე ვფიქრობ თვითონაც არა აქვს საბოლოო ჯამში გადაწყვეტილი პროექტის განვითარება. გასაგებია რომ ეს პროექტი არის რაღაც სავაჭრო ელემენტი, ხო? და ჩვენი ხელისუფლება ძირითადად ამ ვაჭრობით არის დაკავებული, რომ მუდმივად ხელისუფლებაში დარჩეს და ყველამ თვალები დაუხუჭოს, ხო? გარე სამყაროში აი ამ განუკითხაობაზე, რაც ქვეყანაში გვაქვს. და ხელისუფალი თვლის, რომ ანაკლიის სპორტი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი აი ამ ვაჭრობისთვის, ხო? რაც შეეხება თვითონ თემას, ეხა მოტივებს რო თავი გავანებოთ, იგივე პრედისტორიასაც თავი რო გავანებოთ, ეხა ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ანაკლიის სპორტი როგორც დაგეგმილი იყო დღეს რო გაშვებული იყოს, ხო? მე ვფიქრობ, რომ ზანგეზურის პროექტიც ესეთ მასშტაბებს არ შეიძენდა. გამომდინარე და რაღაც ჰუმანიტარული დერეფნის სახე მიეცემოდა უფრო ვიდრე რაღაც ეკონომიკური, გეოპოლიტიკური კვანძის, ხო? რაც ეხლა უკვე რეალობა გახდა და რეალობა გახდა იმიტომ, რომ ანაკლიის სპორტის საბოტირება მოხდა თავის დროზე. და ანაკლიის სპორტი რო დღეს არსებობდეს, ეს ჩვენ გეოპოლიტიკურ ფუნქციას გრძელვადიანს, ხო? ძალიან გააძლიერებდა და ეს არის ხელისუფლების ერთ-ერთი უმძიმესი დანაშაული ამ წლების განმავლობაში, სხვა ყველა დანაშაულთან ერთად, ხო? რაც შეეხება პროექტის განვითარებას, პროექტი განვითარდება იმის და მიხედვით, თუ რას მიიღებს ამის ანაცვლოდ ხელისუფალი. ეხლა მე გულწრფელად გეტყვით, რომ ეხლა ჩვენთან რო იყოს ესეთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება, რომელსაც ვენდობით, ხო? ეხლა გაიკვირდებათ, მაგრამ მე ურჩევდი, რომ ზუსტად ისე მოქცეულიყო, როგორც ესენი მოიქცენ. განსხვავება უბრალოდ იმაშია, რომ ჩემი მოტივი ამ რჩევას რატო ვაძლევ დღეს მოცემულობით, რატო მიცემდი და მათი მოტივი აბსოლუტურად განსხვავებულია ერთმანეთისგან, იმიტომ რომ დღეს უკვე გვაქვს როგორი სიტუაცია, ნახეთ, რაც შეეხება დასავლელი ინვესტორები, დამფრთხალები არიან, ისინი ანაკლიაში არ შემოვლენ, გამომდინარე იქიდან თუ ყველა მიცის ამერიკელ ინვესტორებს როგორ მოექცენ ამ პროექტთან დაკავშირებით და სხვა ნებისმიერი მოთამაშისთვის მიცემა ამ პორტის, ხო, ეს თუნდაც თურქეთ-აზერბაიჯანი იყოს, თუნდაც ჩინეთი იყოს, მით უმეტეს ეხლა რუსეთი, ხო, სხვა მოთამაშეები უბრალოდ არიან, ვისაც შეეძლო ინტერესი გამოეხატა, ხო? არ იქნებოდა სასურველი. ამიტომ მოდელი, როდესაც ხელისუფლება, სახელმწიფო ინარჩუნებს კონტროლს და დივერსიფიცირებული რისკებით, ხო, სხვა ნავმისადგომების, სხვადასხვა არენდატორებისთვის, ოპერატორებისთვის გადაცემა, ეს ამ მოცემულობაში არის სწორი მოდელი. სხვა საკითხია, რომ ხელისუფლება ამ პროექტს განახორციელებს თუ არა, ეს ღია თემაა, ხო? კი ბატონო, რატომ არის ბატონ გია ეს სათუო თემა, ისმის კითხვა, იმიტომ რომ მანამდე შეიძლება, თქვათ, იქ ამერიკელების ფაქტორის გამო, თქვათ, რა უნდათ ისე ვიმეორებ აი ამ ცნობილ ფრაზას, რომელიც ვიცი ჩვენ ხაზარაძის მონათხრობით, ეს თქვათ, ასე არავის მოგვისმენია ეს ივანიშვილისგან, თქვათ, პირველ ვერსიაში ეს პროექტი ისე დასრულდა, როგორც დასრულდა და სრული ბერკეტები ჰქონდა ხელისუფლებას, რომ თქვათ, წინაღობების შექმნა, თან ისე რომ თქვათ, საარბიტრაჟოში ის გამარჯვებული გამოსულიყო პროცედურულად. მოკლედ, მეორე ვერსიაში ეს იყო ჩინური კომპანია, ჩინურ-სინგაპურული, ანუ ის შეიძლება არ აშენებდა მაშინ, როდესაც არ იცოდა ერთი ან მეორე მფლობელის შემთხვევაში, როგორ წავიდოდა ზოგადად პროცესები ჩვენ ირგვლივ, ანუ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში. ახლა როცა ის არის მფლობელი, ამით ის რისკები, რომელზეც შეიძლება ივანიშვილი ფიქრობდა, არის თუ არა მეტნაკლებად გადაზღვეული, ამიტომ რაღა შეუშლის ხელს პორტის აშენებას. აი ასე დავსვამ კითხვას. არა, მოდით ესე ვთქვათ, ხო, ეხლა თუ ჩვენ ვიღებთ მოცემულობას, რომ რუსეთს ამ ხელისუფლებაზე აქვს რბილად რო ვთქვათ, სერიოზული გავლენა, რუსეთი არ არის დაინტერესებული ამ პორტის მშენებლობით, მით უმეტეს სხვა ოპერატორების გადაცემით, ხო? ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ანაკლიის სპორტს არ იდეაში არა მხოლოდ ეკონომიკური დანიშნულება აქვს, ხო, როგორც ეკონომიკური კვანძი დასავლეთ-აღმოსავლეთის შემაერთებელი,
არამედ უსაფრთხოების კუთხითაც ამერიკელებისთვის საომავლოდ ის აუცილებლად საინტერესო გახდებოდა. გამომდინარე იქიდან რომ შავი ზღვის ესე რომ ვთქვათ სამი ნატოს ქვეყანაა შავ ზღვაზე, ხო? და მიუხედავად ამისა, რუსეთი დომინირებს ამ ზღვაში, ხო? ჯერჯერობით. ეხლა კი პრობლემები აქვს უკვე უკრაინელების გამო, მაგრამ მაინც დომინანტურია, იმიტომ რომ მისი ფლოტი, ხო, სამხედრო საზღვაო ფლოტი ყველაზე ძლიერია და აკონტროლებს მეტნაკლებად შავ ზღვას. აქედან გამომდინარე და რა თქმა უნდა ნატო ეძებს ისეთ ადგილებს, სადაც შეიძლება რაღაც ბაზირება მოხდეს და ანაკლიის პორტი როგორც ღრმაწლოვანი პორტი შეიძლებოდა საომავლოდ და ეხლა თეორიულად შეიძლება რომ იყოს განხილული როგორც ერთ-ერთი პლაცდარმი ამ ბალანსის აღსადგენად შავი ზღვის ესე რომ ვთქვათ შავ ზღვაში გარკვეული თუნდაც სამხედრო ბალანსის აღსადგენად, ხო? და რუსეთი ბუნებრივია, რუსეთს არც ეკონომიკურად და არც უსაფრთხოების თვალსაზრისით არანაირად არ აწყობს ანაკლიის აშენება და ჩვენ ვარაუდობთ კიდევაც, რომ თავის დროზე ზუსტად რუსეთის ზეწოლის შედეგად იქნა ეს პროექტი ჩაშლილი. მე იმასაც გეტყვით, რომ როდესაც ჩინეთზე იყო ლაპარაკი, ჩინეთის უკანაც, ფრონტირებული იყო ჩინეთით, ჩემის აზრით, რა თქმა უნდა, რუსეთი გარკვეულწილად რუსეთს ანაკლიის პორტი მხოლოდ საკუთარი კონტროლის ქვეშ, რუსეთი საქართველოში ანაკლიის პორტის აშენებას მხოლოდ საკუთარი კონტროლის ქვეშ დაუშვებდა, სხვანაირად ის ამას არ დაუშვებდა და აქედან მიჩნდება ეს ვარაუდი, რომ ფრონტირებული იყო ჩინეთის მხრიდან რუსული ინვესტიცია ფაქტიურად, ხო? მაგრამ ეხლა იცვლება კონიუნქტურა, ბიძინაც უყურებს ამას, რომ რუსეთი სუსტდება, რუსეთს აქვს პრობლემები, ამიტომ უკვე ცდილობს, რომ თვითონ ეს ინსტრუმენტი, სავაჭრო ინსტრუმენტი დაიტოვოს თვითონ, იმიტომ რომ ხვალ რომ რუსეთში ესე რომ ვთქვათ, პრობლემები სერიოზული დიდი პრობლემები შეიქმნას და პუტინი ჩამოაგდონ მაგალითად. ხო, მას დაჭირდეს გადათამაშება, ამ გადათამაშების რესურსი ხო უნდა რომ კონდეს, ხო? და ანაკლიის პორტი ამის კარგი ინსტრუმენტია, ის ესე ფიქრობს. სხვა საკითხია, რომ მას აქვს ესეთი ილუზია, რომ ვაჭრობით პოლიტიკაში ყველაფრის მიღწევა შეუძლია. ეს არის მისი ერთ-ერთი ეხლა მანკიერება როა თავისთავად მანკიერი აზროვნების პროდუქტი როა ეს ცალკეა, მაგრამ ეს არის მისი სტრატეგიული შეცდომა შეიძლება ითქვას, ხო? იმიტომ რომ დასავლური სამყარო საქართველოს არ განიხილავს ისეთ ქვეყნად, როგორიც არის აზერბაიჯანი, ხო? დაუშვათ, იმიტომ რომ ბიძინა ესე ფიქრობს, ეხლა აზერბაიჯანს თუ ეპატიება, მე რატომაც არა, ხო? კი ბატონო, აზერბაიჯანს რესურსი აქვს და ამის გამო უხუჭავენ თვალს, მეც რაღაცა რესურსი უნდა შევქმნა. გეოგრაფია მაქვს მე. ხო, გეოგრაფია მაქვს და მარტო გეოგრაფია არ არის საკმარისი, რაღაც რესურსი უნდა შევქმნა, ხო, რითაც საინტერესო ვიქნები და რასაც ესე რომ ვთქვათ, ხონჩით მივართმევ ვიღაცას, ხო? და ანაკლიის პორტს განიხილავს ამ ინსტრუმენტად, მაგრამ საქმე იმაშია, რომ საქართველო უკვე ძალიან შორს არის ამ ინტეგრაციის თვალსაზრისით წასული, ხო? საქართველოს არ განიხილავენ როგორც ისეთ რეჟიმებს, როგორიც არის დაუშვათ ახლო აღმოსავლეთში, არაბულ სამყაროში და ასე შემდეგ, ვისთანაც თანამშრომლობენ, არანაირი პრეტენზია მათთან დემოკრატიაზე, ადამიანის უფლებებზე მაინც და მაინც არ აქვთ, ხო? მაგრამ ინტეგრაციის სხვა კალათაში ვარ, შესაბამისად სხვა მოთხოვნები არსებობს ჩვენი ქვეყნის მისამართი. მარტო იმაზე კი არა, ამას თვალებზე კი არა ლაპარაკი. ლაპარაკია ძალიან მარტივ რაღაცაზე, ამერიკელები ითვლიან ყველაფერს, ხო? ეხლა დიდი ბოდიში ბევრი მილიარდი აქვს ჩადებული აქ დემოკრატიულ განვითარებაში და ინტეგრაციაში, საქართველოს ინტეგრაციაში დასავლურ სამყაროში. ეხლა ვერ გავიგე რა, იმას დაუშვებენ, რომ ვიღაცამ გადააგდოს აქ. და ანაკლიის პორტი ანაკლიის პორტი ხუდრა ამ თამაში, ხო? და ბიძინას აქვს ეს ილუზია, რომ ყველასთან შეიძლება ვაჭრობა, მაგრამ დიდი ბოდიში, მაგრამ ვიღაცა იმაში რომ დადის, რა ქვია, ბუტიკებში რომ დადის და ბრენდებში რომ დადის, ბაზარში არ ივაჭრებს ის რა. და ბიძინა იმათვის არის არაფერი რა. და ბიძინას უნდა თანაბარი ვაჭრობა დაიწყოს ამერიკელებთან ან ევროპელებთან, რაც სრული მარაზმია, ხო ეხა, აი ჩვენ მოვისმინეთ
არ მახსოვს ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის თუ ვისი განცხადება ავსტრიის თუ არ მეშლება თუ რომელი ქვეყნის გუშინ იყო განცხადება. კი ბატონო, რომ ბაზარი თუ არ არის აქ თქვენთან ვაჭრობა რომ დავიწყოთო რა. ეს არის დასავლური გაგება და ბიზნეს აქვს ილუზია რომ ეხა რაღაცებს ივაჭრებს, ტრიუკებს ჩაატარებს და გამოივაჭრებს იმას რომ მუდმივად იყოს ხელისუფლებაში. არა, ბიზნესი. კი ბატონო, ასე დავსვამ ბატონო მოწყობილი. ბატონო, ასე დავსვამ საკითხს. ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვათ ის რომ სახელმწიფო თავის თავზე იღებს ამას და ბოლო გადაწყვეტილება ნიშნავდა მაინც დამშვიდობებას ჩინურ კონსორციუმთან, რომელთანაც თითქოს წლის ბოლომდე დეტალები უნდა შეთანხმებულიყო. მოკლედ, თუ არც ამერიკელები არიან, არც ჩინელები იქნებიან, მე თავად დავაშენებ. ეს არის თუ არა ის სწორი მოდელია, კი ბატონო, სწორი მოდელია, მაგრამ ასევე არის თუ არა ის, რასაც ელოდებოდა შეერთებული შტატები საქართველოდან, როცა მუდმივად იყო საუბარი, რომ მათ იციან რა უნდა გააკეთონ. აი, ამ ჩამონათვალში ამ ტიპის გადაწყვეტილება ხომ არ შედიოდა, როგორც მინიმუმ ნახვამდის ჩინურ-სინგაპურულ კომპანიას. ამერიკელებიც, ეხა ეს ამერიკელებზეც არის გათვლილი ეს ნაბიჯი გარკვეულწილად, ხო, მე ტყუილად არ გითხარით, რომ მე როდესაც ვეთანხმები ამ მოდელს, მე სხვა მოტივი მომოძრავეს, მაგრამ ბიზნესა ხო ითვლის, ბიზნეს სხვა მოტივებით ითვლის. ეხა ეს სახელმწიფო საკუთრებაში რომ დატოვა, სახელმწიფო კონტროლის ქვეშ რომ დატოვა, ეს ხო არ არის ეხა საბოლოო ანუ მის ხელშია და ხვალ თუ რაღაცას გამოივაჭრებს, ხვალ მისცემს კაცო ვიღაცას რა პრობლემაა და ამერიკელები არ ჩათვლიდნენ ამას სილის გაწნად. ამერიკელები ჩათვლიდნენ სილის გაწნად ჩინელებისთვის რომ მიეცათ. და ზუსტად ესეც იყო ერთ-ერთი ფაქტორი, ხო, ჩინელები რატომ გაუშვეს, ჩინელები არიან თუ რუსები, ვინ არიან, რა ვიცი, ხო? ფაქტია რომ რაღაც გაურკვეველი ასე არის. გასაგებია რომ რაღაც გაურკვეველი ბნელი ფულით რაღაცა შეკოწიწებული მამაძაღლობა იყო რა. ეხა უკვე შეიძლება ამის თქმა რა. ხო და აქედან გამომდინარე ბიძინა ამერიკელებიც ამით არ გაღიზიანდებიან, იმიტომ რომ კი ბატონო, ბიძინა ეხა ამით ეუბნება რომ აი ისე ჩემთან არის, რამე გინდათ, მოდით მელაპარაკეთ, ხო? მოდით მელაპარაკეთ. ეხა როგორ გავითარდება მოვლენები, ეს სხვა საკითხია, ხო? მე მაგალითად, ხო, ჩავთვლი და სწორი იქნებოდა, რომ იქ ეხა იქნება რამდენიმე ნავმისადგომი, ხო ესეა, ხო, პორტი ესე შენდება. და იქ შეიძლება დივერსიფიცირება ერთი ნავმისადგომი ჩინელებსაც შეგიძლია მისცე, იმიტომ რომ ჩინელების შემოსვლაც გარკვეულწილად ჩვენ გვაინტერესებს, იმიტომ რომ დერეფანი მთლიანად განვითარდეს. ჩინეთს გაუშვდეს პირდაპირ ინტერესი, რომ ამ დერეფანით ამოძრავოს თავის თვირთები, ხო? დაუშვათ და თუ 10-დან 1-ს მისცემ, ეს პრობლემა არ არის. პრობლემა არის, როდესაც მონოპოლისტი ხდება შენი მტერი, ეხა ჩინეთზე არ ვიტყვი, რუსეთი ხო მტერია. და ჩინეთის უკან ხო რუსეთი მოიაზრება დიდ სტრატეგიებში, ხო? მათ შორის ეკონომიკურ სტრატეგიაშიც. კი ბატონო, კიდევ ერთ თემაზე მინდოდა მელაპარაკა, თუ ეს არის მათ შორის შეერთებული შტატებისკენ ნაბიჯი, ეს გადაწყვეტილება, თუ რაღაც ლოგიკა არის ამ თეზაში, შეიძლება თუ არა რაღაც გადატვირთვის წინაპირობა გახდეს და თუ ეს ასეა, მაშინ რამდენად ჯდება ამ საქმეში, მინდა რომ რაღაცნაირად მივაბა, მაგალითად შიგნით პროცესი, სათაურით საბოტაჟის საქმე, ლიდერების პროცესი, რომელიც ისე აჩქარდა, რომ ყველა ფიგურანტი და მათი ადვოკატები დარწმუნებულები არიან, რომ თვის ბოლოს აგვისტოს დასაწყისში ეს ლიდერების პატიმრობის ახალ სერიას გამოიწვევს. ანუ უნდა ვივარაუდოთ რა ტიპის ხელწერა ეს ივანიშვილის მხრიდან. არის ესეც ერთგვარი ვაჭრობისთვის მომზადებაა, ხო, იმიტომ რომ ეხა ტერორისტული მეთოდებია, პირდაპირ გეტყვით, ტერორისტებს აყავთ მძევლები და მე გამოსასყიდ სითხოვე, ხო, დაახლოებით აი ესე ტერორისტული ტექნოლოგიით მუშაობს მთელი ეს სისტემა, ხო? პოლიტიკოსები ეხა არიან მძევლები, რომლებიც მე უნდა გამოვაცხადონ ფასი და თუ იყიდიან, თუ არა და ესე დახვრიტავენ, ხო? ფიზიკურად არ გულისხმობ, პოლიტიკურად დახვრიტავენ. აი, დაახლოებით ეს მოდელი არც ფიზიკურად არის ადვილი ყველა, არ ვიცი, 2-3 თვეში ახალი პატიმრობის გზაზე გაყენება კონკრეტული
ხო და რა თქმა უნდა ესეც ყველაფერი არის აი ამის ნაწილი, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ესე არ ხდება ესეთი ტიპის ვაჭრობაში, არც ამერიკა, არც ევროპა ამათან არ შევა, ხო? არ შევა. გარდა ამისა, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ბიძინა დღეს ამერიკისკენაც ვერ გადადგავს ნაბიჯებს, არა აქვს ამის ფუფუნება, აი ბიძინას ეხა ამერიკელებს და პუტინის ეშინია ჯერჯერობით. კი, ხდება რომ რაღაცა ვერ მიდის იქ კარგად საქმე, მაგრამ ის იმ სამყაროს ნაწილი იყო და ბიძინას საქართველოში ღმერთად რომ მიაჩნია თავი, ხო? პუტინი მას ღმერთთა ღმერთი გონია, ხო? ანუ იქაც ღმერთებს ხო იერარქია აქვს თამათ, ხო? ხო და ის ეხა ის არის და ეხა სანამ პუტინი ფიზიკურად არ წაიქცევა მართლა, ხო, ამას ეშიში მუდმივად ექნება. ამიტომ მას სჭირდება ეხა გარკვეული დრო, რომ აი ეს ბუნდოვანება რაღაცნაირად დაიწმინდოს, გაირკვეს საითმიდის ეს სამყარო, რომ გაარკვევს ვისე ვაჭროს. ამერიკელებთან დღეს ვაჭრობას ვერ გახსნის. დღეს უფრო რუსული დღის წესრიგით მოქმედებს, ხო? ჩვენ ამას ვხედავთ, იმიტომ რომ რაღაც გვეჩვენება, რომ პარადოქსია, ერთის მხრივ ამერიკელებთან დალაგება უნდა და მეორეს მხრივ ეს ავტორიტარულ რეჟიმს ამკაცრებს და ამკაცრებს ყოველდღიურად. თითქოს ლოგიკა არ არის ამაში, მაგრამ არის ამაში ლოგიკა. იგივე რა ხდება სხვა სისტემებში, ამას ხო უყურებთ, ხო, პროდასალურად მოაზროვნე, მე მგონი საჯარო სექტორში აღარ ტოვებენ არავის, ყველას ყრიან, ხო, ანუ ლოიალობის ფაქტორი გახდა არა მხოლოდ ხელისუფლების მორჩილება, არამედ მსოფლმხედველობრივი არჩევანიც. მათ შორის ვარაუდებ, რომ ძალოვან სისტემაში იგივე ტენდენციებია, რომ იქ პატრიოტებს, პროევროპელებს უკვე აღარ გააჩერებენ. მე ესეთი შთაბეჭდილება მექნება, რატომ აკეთებს ამას? იმიტომ აკეთებს, რომ ჯერჯერობით იქიდან კონტროლდება. კი, დასუსტდა ეს კონტროლი ბიძინა ამიტომ გადათამაშების რესურსს იმას რა ქვია, სარკმელს იტოვებს რა, აი ამ თავისი მანევრებით და ტრუკებით. მეტი არაფერი არ ხდება.